მადლობა. მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. მადლობთ. ვიწყებ მთავარი თემით, რა ვიცი, ყველა თემა მთავარია, მაგრამ მაინც მთავარი თემით ვიწყებ. გავაკეთებ მცირე შესავალს. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში კვლავ მწვავე პოლიტიკური კრიზისია, სწორედ ამ ვითარების განმუხტის მიზნით, რამდენიმე დღის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ბატონი შარლ მიშელი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ შეხვდა ოპოზიციასა და იმავე საღამოს შეხვდა ღარიბაშვილს და ოპოზიციას ერთად. თუ ამ შეხვედრაზე კარგად დააკვირდებით ირაკლი ღარიბაშვილის სახეს, მიხვდებოდით, რომ მიშელის გვერდით პრემიერის მოჭიმული ფიტული იდო, თვითონ ღარიბაშვილი უკვე ბიძინასთან იყო ასული და ყველაფერს უკაკლავდა ესე. სახე კი ქონდა ესეთი, მაგრამ იქ იყო ჯერ, ფიქრებით მასთან იყო. ესეთი სახე ქონდა, ნუ რა ვქნა, ესეთი აზრი გამოვიტანე. მოდი უკეთ რომ გავიხსენოთ ირაკლი ღარიბაშვილის სახე, ვნახოთ ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ერთმა Facebook მომხმარებელმა გაავრცელა, დააკვირდით ხო? ძალიან ცუდ დღეში აშკარად ესე სახეზე აწერია, აი ღარიბაშვილი ახლა პატარა ბავშვივითაა. შობლები რო ნაჩხუბრები არიან, დედა რომ ერთს ეუბნება და მამა მეორეს, მაგრამ რომელიც ნაცქვამიც არ უნდა შეასრულოს, მაინც რომ მოხვდება რომელიღაცისგან, აი ესეთი სახე ქონდა, მიხვდით? შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა ძალიან სათნო სახით განაცხადა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვსო. რომ უნდა მიუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, ესო არ დაუვალე აუცილებლად, მაგრამ წავიდა თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნიდან, მეორე დღესვე გამოვიდა და მკაცრი სახით, უფრო მკაცრი ტონით განაცხადა, რომ არანაირი მელიას გათავისუფლება, არანაირი ვადამდელი არჩევნებიო, რიგარეში არჩევნები საერთოდ არ გვიხსენებიაო, ეს არისო წითელი ხაზიო. ეს თქვა და ევროპისგან დიდი წითელი ხაზი გადაეხაზა ესე სახეზე, ესე დიაგონალურად. ხო იცით ეს დიაგონალურად წითელი ხაზი როგორ გადასმული მაგ დროს. არდა ვიდეოში ნათლად ჩანდა, რომ შარლ მიშელის გამოსვლისას ღარიბაშვილს ნელ-ნელა ეღვენთებოდა სახე, მაგრამ ვიცი რაც მოხდა, შეხვედრის შემდეგ ეგრევე ბიძინასთან გავარდა, იმან მოუჭიმა ხელახლა სახე, აი დოლს რო ჭიმავენ მედოლეები ხოლმე, ხო იცით? მედოლეები, მაგის სახეც ეგრე იჭიმება თურმე და მე მეორე დღესვე ისევ ისეთი ირაკლი დაუბრუნა დედაბუნებას ბატონმა ბიძინამ. ფაქტიურად ღარიბაშვილმა ის გააჟღერა, რაც ბატონმა ბიძინამ უბრძანა, რამე თავისი აზრი კი არ ქონია, არა. რო ვაკვირდები ბიზნეს მონებს შორის ღარიბაშვილი, იმიტომ არის გამორჩეული, რომ ეს მაქსიმალისტია. მიხვდით? მაქსიმალისტი მონაა, აი, რასაც ბიზნესა ავალებს, ეს იმაზე მეც უსრულებს. მიხვდი? აი, როგორ გითხრათ, რომ უფრო მეც შეიძლება აი, მაგალითად კიდევ 1-2 პოლიტიკოსი ბიზნეს ბრძანების გარეშე ჩასვას ციხეში ბონუსად. იმიტომ რომ შეიძლება ეს სიამოვნოს. აი, როგორც მონანიებაში დოქსოპულოს რომ მოყავს ერთი დიდი მანქანა დასაჭერი ადამიანებით სავსე, აი, ისე არის ესეც, აი, ესე რო გითხრათ, მარტივად. მე როგორც მივხვდი ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა გადაწყვიტეს ევროკავშირის გადაგდება. ეხლა შეგახსენეთ რა არის ევროკავშირი. ევროკავშირი შედის ევროპის 27 ქვეყანა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 4 მილიონი კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა 9 მილიარდი ადამიანი, სოფლიოს ყველაზე დიდი გაერთიანება, სოფლიოს პირველი ეკონომიკა და ესეთი გაერთიანების გადაგდება უნდა ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი, სოფელი ჭორვილა, მოსახლეობა 2064 კაცი. ხვდებით ხო ხალხო, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე. ევროპამ შეიძლება უკვე სანქცია კი არა, პირდაპირ პლომბი დაგვადოს. ქვეყანას ესე ჩვეულებრივად პლომბი ხო არის, პლომბი დალუქულია ქვეყანა ჩვეულებრივად. შარლ მიშელმა მთავრობას 6 პუნქტიანი დოკუმენტი დაუტოვა და ორკვირიანი ვადა მისცა, რომ ყველაფერი შესრულდესო ამ ორ კვირაშიო, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებსო ავმოქმედებთო. მამუკა მდინარაძემ ესე იციან ხოლმე გამოსვლა რა, აი რაღაც ეს 6 პუნქტი რამე იურიდიული დოკუმენტი კი არაა, ეს უბრალოდ ჩამონათვალიაო. ხო, მამუკა, ჩამონათვალია, ამას გონია, რომ პროდუქტების სია ჩამოუწერეს მაღაზიაში რა უნდა იყიდოს. ესეთი სახეები აქვს ხოლმე. მე მინდა გავაფრთხილო ევროპელი დიპლომატები, რომ სანქციების საერთოდ არ ეშინია ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ მის მხარეს არის უდიდესი რეიტინგი და ხალხის უსაზღვრო სიყვარული. გთხოვთ ვანახოთ ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტო, თუ შეიძლება.
ნახეთ. აი ამ კაცემუქრებით სანქციებით ეს ხის ბიუსტი გამოთალა ერთმა ზესტაფონელმა მოქანდაკემ. რამხელა სიყვარულია, სხვათა შორის, ხო შეხედეთ. სხვათა შორის თუ კარგად დააკვირდების ბიუსტს, ხო, სასწაული ტექნიკითაა შესრულებული. საითაც არ უნდა დადგე, ბიძინას თვალები ყველა მხრიდან ჯიბეზე გიყურებს. ესეთი საოცარი ტექნოლოგიითაა შესრულებული. ამ ზესტაფონელ მოქანდაკეს არ გაუმართლა, იმიტომ რომ ბიუსტი რომ გამოთალა რომ დაასრულა, მაშინ წავიდა ზუსტად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან და დაგვიტოვა ირაკლი კობახიძე. თავიდან უთქვას, რომ მოდი ახლა ირაკლი კობახიძესაც გამოვთვლიო, მაგრამ მე დაფიქრებულა და ეგ როგორ გამოვთალო, ეს უკვე გამოთლილიაო და. ასეთი ამბებია ზესტაფონში, დასავლეთში, მოდი ახლა უფრო დასავლეთით გადავინაცვლოთ. ევროპელი დიპლომატების გარდა სანქციებზე ალაპარაკდნენ ამერიკელი პოლიტიკოსებიც, ისინი აცხადებენ, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ამერიკაში არ აქვს ანგარიშებიო, მაგრამ მის ოჯახის წევრებს შვილებს ხშირად უწევთო შეერთებულ შტატებში ყოფნაო, ეგო ჩვენ ვიცით. მე რას გვაშინებთ ერთი, რა მოხდა ხა ბერა კლიპს თუ ნიუ-იორკში არ გადაიღებს, ნიუ-იორკის ნაცვლად გადაიღებს შეუულებრივად, რა პრობლემაა სურამში, ან ხაშურში, ან ამბროლაურში. თან ამბროლაურში კლიპისთვის სპორტში არის. აი, დრო გადის, მაგრამ მაინც არ მავიწყდები, იცოდე. ისე რა უცნაურია ერთი და იგივე ხუმრობაზე იცინის ხალხი 1 წელია. მოკლედ, ისე დაგაპიარე და აგიწყე ცხოვრება, რომ სულ რომ მოგიწიოს მაგ თანამდებობის დატოვება, პორში აგიყვას სარეკლამო სახე და დამაფასე, შეკაი ადამიანი რომ იყურეთ ახლა ტელევიზორთან რო შემომწყენ. ევროპელი დიპლომატების გზავნილების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ისეთი განცხადებები გაავრცელეს მათ წინააღმდეგ, რომ ერთ რამეს მივხვდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამათ აშკარად რაღაცას აჭმევს. აი როგორც საყვარლები კაცებს საჭმელში რო ურევენ ვირის ტვინებს და რაღაცებს ხო არის ეგრე ხო რაღაცა დადის აი ჯადოებს რო აჭმევენ, ისე ურევს ესეც ამ თავის გუნდის წევრებს, დეპუტატებს, ყველა ერთ ხმაზე ლაპარაკობს, თუ დააკვირდებით, უფასო მეგობრებო, ყველას აი ესეთი დაწყნარებული ტონი აქვს და ესეთი გაშტერებული სახეებით. ეტყობა, რა ვიცი, გახარიამ 1-2 კვება გამოტოვა და როგორც კი გამოფხიზდა და ეგრევე დატოვა ქართული ოცნება. ყველას კარგად გვახსოვს მეგობრებო, თავაწეული ალეკო ელისაშვილის განცხადება. გაწიკწიკებული საარჩევნო პროგრამა თუ არ მეჭირება ხელში 1 მარტამდე, მე და იოსელიანი დავტოვეთ პარლამენტსო. ხო და ჟურნალისტებმა კითხეს იმ მეორეს. 1 მარტია უკეო და რატო არ გამოდიხართ პარლამენტიდანო და ამ პოლიტიკურ მხეც ისეთი კითხვა უნდა დაუსვას ახლა ჟურნალისტმა? აი ტვინი გაქვთ თავში თქვენ? მაშინვე აენთო იოსელიანი ეს მეორე. ჩაუსისხლიან და თვალები და საკადრისი პასუხი გასცა ჟურნალისტს. ამ დოკუმენტის ინიციირების ნება არსებობს და ამიტომ ეს დღეს იქნება თუ ხვალ ამაზე პრინციპული მნიშვნელობა არ აქვსო. ამ პასუხს რომ სცემდა თან უმრავლესობის წევრების ნაფლეთების შიოდა პირიდან. ამ ნადირს, ამ პოლიტიკურ მხეცს ამას ვინ არის? იმიტომ რომ 5 დეპუტატი ყავდა დაგლეჯილი დებატებში მარტო. ეს ხო პოლიტიკური მხეცია, რა დაიბადა ესეთი ვინ არის? ვინ არის ეს მხეცი მართლა? ამ კაცს ან დაცვა დაუყენეთ, ან ალიკაპი გაუკეთეთ, რომ ხო ხედავთ რა დღეში აგდებს ადამიანებს. ცოტა ფრთხილად ხო შეიძლება იყოთ არა? არ შეიძლება ესე კაცო ხუმრობა ამ ადამიანს. გავაგზავნოთ ცოტა უღებ. პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება არ ხსნის შეზღუდებს, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ შეიძლება იძულებული გავხდეთ და ისევ ძველი შეზღუდები დავაბრუნოთო. მოდით ნახოთ ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ იცავენ ქართული ოცნების დეპუტატები და ჩინოვნიკები დაწესებულ შეზღუდებს, შესაბამისად კომენდანტის საათს. ეს ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის სასახლეა. აქ მდიდრული წვეულება განსაკუთრებული სტუმრებისთვის 23 თებერვალს 23 საათსა და 30 წუთზე უკვე დაწყებული დაგვხვდა. ქართული ოცნების ლიდერები მილიონერ დეპუტატებსა და მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან ერთადერთობოდნენ. დღეს ჩემი დაბადების დღეა. იქნება მოგელოცოთ დაბადების დღე. მინდა შეგახსოვოთ, რომ ეს ხდება 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავების დღეს. წვეულების მასპინძელი ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი გამოვიდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი დაბადების დღეს აღნიშნავენ. არადა დეკლარაციაში მითითებული აქვს 1 მარტი დაბადების დღით. მოკლედ ქვეყანაში აღდგომა და ანტონ ობოლაშვილის დაბადების დღე არის მოძრავი. დანარჩენი ყველაფერი დადგენილი არის. ესე იგი დაბადების დღე 23 თებერვალს აქვს და დეკლარაციაში 1 მარტი უწერია.
პირადობაში 17 ივნისი, დიპლომში 4 აგვისტო, მართვის მოწმობაში 3 ნოემბერი და ზოგიერთ საბუთში ჯერაც არ არის დაბადებული. როცა უნდა მაშინ დაიბადება, რა პრობლემაა? ეს ხო ყველაფერი ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება. როცა მინდა მაშინ დავიბადები, რა პრობლემაა? სხვათა შორის მე დავაკვირდი და მარტში დაბადებული ანტონი, ანუ მარტის ანტონი უფრო წარმატებულია ვიდრე თებერვლის და გადავამოწმე და კალენდრის მიხედვით, როცა ვერძია ბატონი ანტონი, მაშინ უფრო მეტი ტენდერი აქვს მოგებული, თან მარტის ანტონი რაღაცნაირად უფრო გახსნილი და მოკეიფია და თებერვლის ანტონი ცოტა მოწყენილი და რაღაცა თავის თავში ჩაკეტილი. აღარც კი ვიცი რა ვთქვა რა, ხალხი 9 საათზე სახლში ყავთ გამოკეტილი, ესენი კიდე ქეიფობენ. ქართულ ოცნებას მინდა მივმართო, მე რამდენად უნდა ასვაროთ ხალხს თავზე და კიდევ რამდენჯერ უნდა დაამციროთ ეს ჩვენი მოსახლეობა. აი ამ თქვენი ცინიზმით გეკითხებით, მე რამდენად უნდა დაამციროთ. 20 წელიწადში ამოუვა ხალხს ყველაფერი ხელში და სულ პანღურით გაკრით მაგ ხელისუფლებიდან თქვენ. პანღურით ყველანი პანღურით გამოწვდებით მაგიდან. ეს 20 წელი იმიტომ თქვი ძვირფასო მეგობრებო, ამ თაობის იმედი აღარ მაქვს და მომავალ თაობაზე გამთვალე მუკარ. ქვეყანას შეზღუდები არ იხსნებათ, COVID ვაქცინა ისევ არ გვაქვს, აღშფოთებულია ყველა, რატომ არ შემოაქვთ ვაქცინაო? რა ვაქცინა მოგინდათ? ასე მალე გეკითხებით. იმ ხალხს იმდენი ეძახეთ სამი მუშკეტერი რომ ვაქცინას შემოიტანენ 20 წლის შემდეგ. მიხვდით როგორი შესაფიქრებელი ხუმრობა არის? რა იყოთ კაცო, რას ვერ მიხვდით? ნაწარმოებია ესეთი 20 წლის შემდეგ. ამას ალექსანდრე დიუმა ამბობს, მოკვდებით სიცივით. მე ისე კარგად ვერ ვარ. ისე ამ ჯანდაცვამაც რაქნას, ვაქცინა არ გვაქვს, თორე ვაქცინის გარდა ყველაფერია. 50,000 შპრიცი გვაქვს, სპირტი გვაქვს, ბამბა გვაქვს, ეგ კი არა კუნთის მოდუნებული გვაქვს, წინასწარ რომ ნემსი რომ დავიწყა წინასწარ რომ ჩხლეტა რომ ვერ მიგზნოთ, მოდუნებული გვაქვს კუნთიც და ველოდებით. არ შემოდის ველოდებით, ყველაფერი მოდუნებული, ყველაფერი გვაქვს. მე გეტყვით ახლა რა გავაკეთოთ? გამოიტანეთ ის შპრიცები, რომელიც ერთი თვის წინ იყიდეთ 50,000 თუ რაღაცა შპრიცი ხო იყიდეთ, გააგზავნეთ COVAX პლატფორმაზე, იქ ჩაასხამენ შპრიცებში ვაქცინას, გამოაგზავნიან ისევ ჩვენსკენ. ამით დროში კი არ ვიგებთ, მაგრამ რაღაცა დვიჟენია იქნება, მიხვდი რაღაცა წახვალ, მიდგებით, მოდგებით, რაღაცა მოგვატყუეთ ცოტა იქით, ცოტა აქეთ, ვითომ რაღაცას აკეთებთ, რა მოძრაობა, რა მიხვდი, რაღაცას ჩვენცო დავინახოთ ხალხმა, რომ რაღაცას აკეთებთ, ნუ აი სხვა რა გირჩიოთ. არ და მგონი არ დარჩა ქვეყანა, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია, აზერბაიჯანის, სომხეთი, ნიგერიას, ზიმბაბვეს, პაკისტანს, ფაქტურად ყველას აქვს ვაქცინა საქართველოს გარდა. ისე რომ დავაკვირდი, რა დროს ვაქცინის შემოტანაა, რამდენი პარტია პირბადია ჯერ ამოსაყიდი. იქ COVID სასტუმროში მაყუთი კეთდება, სად გიჩქარება თქვენც კიდე, რა იყოთ ხალხო, ბოლო ფულები მოიქაფება და ვაქცინაც შემოანელელა, რა იყოთ, რა ცოტა მოითმინეთ, ხო შეიძლება ის ბოლო ფულების რაც არის, ამოიყიდოს ბოლო-ბოლო. რა უყოთ ეს პირბადების წყალში ხო უნდა გადავყალოთ. იმდენია დარჩენილი ჯერ კიდევ. ის სითხეებიც მოდით ნახოთ რა განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ამ სტატიის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა COVAX პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მას პასუხი იმაზე, თუ რატომ გაეცა ინტერპრეს ნიუს მსგავსი პასუხი. შეიძლება საქართველოს მოხდეს იმ ქვეყნების რიგში, ვინც უჩივლებს COVAX პლატფორმას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. გავუტანეთ, სწორად გავიგე, ხოთ რაც. იცით რა არის? გამომდინარე იქედან, რომ აქ არის რეპუტაციულ რისკებზეც საუბარი, მე ამასაც არ გამოვრიცხავ. ხვდებით ხო, როგორი ადეკვატური განცხადებაა. ვინც ვაქცინა უნდა მოგცეს, იმას უჩივით. თან ახალი ვარცხნილობით უნდა უჩივლოს. ამ ყველაფრით გაბრაზებული საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი მოითხოვს ტიკარაძის გადადგომას და ტიკარაძე ამაზე უპასუხო, რომ მე გადადგომის საჭიროებასო ჯერ რომ ვერ ხედავ ჩემსასო. ყველაფერს ვაკონტროლებ. მართალია, ტიკარაძის ახლა გადადგომა იქნება, როგორ ფიქრობთ, ახლა ტიკარაძის გადადგომა იქნება, ქალმა კარე შეიჭრა. ახლა უნდა კამერებთან ტრიალი და პრანჭიაობა და ახლა ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ახლა რა აქ მაგას ახლა. მაგ დროს გიხარია, ხო რაღაცა კამერასთან რო გამოდიხარ და ლამაზად რო ხარ და რაღაცა ისა გაქვს, რაღაცა ახალი ვარცხნილობა გაქვს და რაღაცა. მაგ დროს გიხარია კამერებთან, რა დროს გადადგომა. ქვეყანაში კრიზისია, ყველა მიმართულებით კრიზისია ეკონომიკაში, სადაც დაფიქსირდა -11%-იანი ვარდნა. ექსპერტები ამბობენ, რომ ასე თუ გაგრძელდა მასიური შიმშილობა დაიწყებაო. ვერ დაგეთანხმებით მეგობრებო, არაფერიც არ დაიწყება, უბრალოდ გაგრძელდება.
მოკლედ -11% ეკონომიკური ვარდნა ქვეყანაში 30 მილიარდი საგარეო ვალი გვაქვს, იქეთ ვაქცინა არ შემოაქვთ, ფაქტიურად ქვეყანა დაღუპვის პირას არის, მაგრამ ერთი რაც მამშვიდებს ის არის, რომ ხალხი თავისუფლად სუნთქავს. თავისუფლად სუნთქავს. ოღონდ მშიერი, მწყურვალე, ღარიბი და ღატაკი, მაგრამ თავარია ხომ სუნთქავს ჯერჯერობით ძვირფასო მეგობრებო, თან ადამიანი მშიერი რო არის, კუჭი ხო, ცარიელია და ფილტვების უფრო დიდი ადგილია, მიხდის ასუნთქავად. უფრო კარგად სუნთქავს, სხვათა შორის. თან უნდა დაუკარი მუსიკის პოზეც შენ არ იცი რა კარგად სუნთქავს. მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალ დაბორდეს ბენდი და უნდა ლეკვეიშვილს ხელმძღვანელობა.